თუ ირანი დაარღვევს უკვე ახალი შეთანხმების პირობებს, აშშ-ო მაშინვე დაიწყებს ახალი დაბომბვების ტალღას. ასეთი განცხადება დღეს გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ბოლოს და ბოლოს მაინც შეთანხმდნენ, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერდნენ ხელს ომის დასასრულებლად. და ამ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასების კოტირებები მაშინვე დაეცა და ეს დილიდანვე დაიწყო. ტრამპმა შოქში ჩააგდო საზოგადოება, განცხადებით, რომ აშშ-ში მკვეთრად აჩერებს ახალ სამხედრო ოპერაციას ჰორმუზის სრუტეში. თითქოს და ირანთან ომის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო. საკითხი იმაშია, რომ ჰორმუზის სრუტით გემების გაცილების ოპერაცია, რომელიც ორშაბათს დაიწყო, საბოლოოდ აშშ-სა და ირანს შორის სროლაში გადაიზარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან 1 თვის შემდეგ, როდესაც ირანმა სარაკეტო დარტყმა მიაკენა გაერთიანებულ არაბთა საამიროებს. ხოლო სავაჭრო გემებმა ვერ შეძლეს სრუტის გავლა. ამავე დროს თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ახლოსაა ირანთან შეთანხმებასთან ურთიერთგაგების ერთგვერდიან მემორანდუმზე, რომელიც დაასრულებს ომს და საფუძველს ჩაუყრის უფრო დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს. აი პირველი შეუსაბამობაც. ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ თითქოს უკვე თითქმის შეთანხმდნენ ირანთან, მხოლოდ გაუგზავნეს ირანს თავიანთი წინადადება და მისცეს 48 საათი პასუხისთვის. მაგრამ პასუხი ჯერ არ არის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი უკვე მიანიშნებს, რომ აშშ-ს წინადადება მათთვის მიუღებელია. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაადეთ ლაიქი და დაწერეთ კომენტარი. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით, ან YouTube-ის პლატფორმაზე სპონსორობის საშუალებით. საერთოდ თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გამოშვების ბოლოს გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენი YouTube არხის მუშაობას თქვენი დონატებით. მაშასე, 4 შაბათს დილით ადრე დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ აშშ-ს ახალი სამხედრო ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში შეჩერდება. ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო. უпростоრად არა ცეცხლის შეწყვეტის, არამედ უკვე ომის შეწყვეტის შესახებ. ტრამპმა შემდეგი განაცხადა, ციტატა: პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, ასევე ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით. ჩვენ მივახცეთ ურთიერთ შეთანხმებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა ძალაში დარჩება, პროექტი თავისუფლება მოკლევადით შეჩერდება, რათა ვნახოთ, მოხერხდება თუ არა ომის დასრულება და შეთანხმების ხელმოწერა. თუმცა აქ უცნაური მომენტია, რადგან როგორ შეიძლება პროექტი თავისუფლება ხელს უშლიდეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ეს ხო არც კი იყო იერიშები ირანზე და თუ დაუჯერებ თავად დონალდ ტრამპს, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ აშშ-ს სამხედრო გემები უბრალოდ გააცილებდნენ სავაჭრო გემებსა და ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში და საჭიროების შემთხვევაში დაიცავდნენ მათ ირანის მხრიდან თავდასხმებისგან. ამიტომ ძალიან უცნაურია, როცა ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ ვაჩერებთ და არა ირანი. მაგრამ თუ გავითვალისწინეთ, რამდენჯერაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი უკვე მალე, სულ მალე თითქმის კაპიტულაციას მოახდენს, მისი სიტყვები დიდ ნდობას არ იმსახურებს. ოპერაცია გემების ჰორმუზის სრუტით გამოყვანაზე, სახელწოდებით პროექტი თავისუფლება, რომელიც ორშაბათს დაიწყო, საბოლოოდ აშშ-სა და ირანს შორის სროლაში გადაიზარდა და გახდა პირველი შემთხვევა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ. 1 თვის წინ ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ გაერთიანებულ არაბთა ემირატებზე, თუმცა მოგვიანებით ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სარდლობამ განაცხადა, რომ ეს ისინი არ ყოფილან. დონალდ ტრამპის იდეა იყო, რომ აშშ-ს სამხედრო გემები სავაჭრო გემებს დაიცავდნენ და ამ გზით მათ პერსიის ყურიდან გამოიყვანდნენ. მაგრამ ირანმა მაშინვე განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებს. შედეგად ირანმა ტრამპის ოპერაციის პირველივე დღეს გაუშვა რაკეტები ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით. მოგვიანებით კი დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევა გაერთიანებულ არაბთა საამიროებზე. გემთმშობელებმა მაინც ვერ გაბედეს ჰორმუზის სრუტის გავლა. მიუხედავად ტრამპის დაპირებისა, რომ ამერიკელი სამხედროები აუცილებლად დაიცავდნენ მათ. და თითქმის 72 საათიანი ოპერაციის განმავლობაში აშშ-ში მოახერხა სრუტეში მხოლოდ 2 გემის გატარება. და კიდევ 3 გემი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამით ოპერაცია დასრულდა. უბრალოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას თხოვეს ოპერაციის შეჩერება. და სწორედ ამის შემდეგ გამოცემა Axios-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ
ირანთან ერგვა შეთანხმებასთან ახლოსაა ერთგვერდიან ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც დაასრულებს ომს და საფუძველს ჩაუყრის უფრო დეტალურ ბირთვულ მოლაპარაკებებს. ცოტა მოგვიანებით. კერძოდ, ტრამპმა ირანელებს თავისი ახალი სამშვიდობო წინადადება გადასცა. და ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება ირანის პასუხს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ამ 48 საათზე ტრამპმა გამოაცხადა თავისი სამხედრო ოპერაციის შეჩერება ჰორმუზის სრუტეში. და რაც თავარია, ჯერჯერობით არაფერი შეთანხმებულა. მაგრამ წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს არის შეთანხმებასთან ყველაზე ახლო მომენტი ომის დაწყების შემდეგ. სხვა პირობებთან ერთად, შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ვალდებულებას დააწესოს მორატორიუმი ურანის გამდიდრებაზე. აშშ-ს თანხმობა სანქციების მოხსნაზე და მილიარდობით დოლარის გაყინული ირანული სახსრების გამბლოკვაზე. ასევე ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნა. და ამ ვერსიაში, როგორც ხედავთ, სულ უფრო მეტი დათმობა ჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რამდენადაც ტრამპი არ უნდა ამტკიცებდეს, რომ ირანი პრაქტიკულად უკვე დანებდა, გარდა ამისა, საკმაოდ უცნაურია, რომ დონალდ ტრამპი აცხადებს თითქოს რაიმე შეთანხმებას უახლოვდება. ბოლოს და ბოლოს თეთრი სახლი წინადრეს აცხადებდა, რომ მიიჩნევს, ირანის ხელმძღვანელობა გახლეჩილია და სხვადასხვა ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევა შეიძლება ძალიან და ძალიან რთული იყოს. ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი კვლავ სკეპტიკურად უყურებს თუნდაც საწყისი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. გარდა ამისა, წინადრეს სულ რაღაც ერთი დრის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსოტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ხომალდებს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მებრძოლები ესხმიან თავს, რომლებიც სრულიად არ ემორჩილებიან იმ პოლიტიკოსებს, ვისთანაც აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს. და სწორედ ამიტომ თითქოს შეუძლებელია ითქვას, რომ ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა ჩაიშალა. ის ამბობს: არა, ჩვენ ხომ ზავზე თანხმდებოდით პოლიტიკოსებთან, ჩინოვნიკებთან, ხოლო თავდასხმებს ახორციელებენ სამხედროები, მაგრამ ისინი ერთმანეთთან თითქოს ბოლომდე კონტაქტში არ არიან. აი ამიტომ ამბობს ტრამპი: ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ვისთან? კითხვა, ვისთან? ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტრამპი და მისი გუნდი არაერთხელ გამოხატავდნენ ოპტიმიზმს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე წინა მოლაპარაკებების დროს. და ამჟამინდელი ომის პერიოდში, მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაგრამ თუნდაც ეხლა შეერთებულმა შტატებმა და ირანმა გააფორმა შეთანხმება, ეს არ იქნება ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება და არც ომის დასრულების შეთანხმება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრების სწორად გაგება. ეს იქნება მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს არის იქ, სადაც მხარეები ამბობენ: ჩვენ თანხმდებით, რომ ომი უნდა დასრულდეს და დაახლოებით ასეთ პირობებზე დავასრულებთ მას. და ვპირდებით, აი მართლა ვპირდებით, მომავალშიც კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს გავმართავთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თეთრმა სახლმა თითქოს დასწია მოლოდინების თამასა და უკვე თანახმაა მაინც რაღაცაზე. იცით, ძალიან ხშირად მაგრიტიკებენ იმის გამო, რომ თითქოს ვამცირებ. ესე იგი, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიღწევებს ამ ომში და თითქოს ირანის მხარეს ვეთამაშებ. ჩდებიან კომენტატორები, რომლებიც წერენ: "პიჩი, შენ არ გესმის, ეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გენიალური ჩანაფიქრია, ხოლო შენ უბრალოდ მუდმივად აკრიტიკებ მას." მაგრამ შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ეს ომი დაიწყო განცხადებით, რომ ირანმა უნდა კაპიტულირდეს და სხვა გზა არ არსებობს. და დათანხმდეს ყველა პირობაზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები წაუყენებს. და რომ ის არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რაც თავის დროზე ბარაქ ჰუსეინ ობამამ დაუშვა ირანთან შეთანხმების ხელმოწერისას 2015 წელს. ეხლა კი როგორც ამბობენ, ყურადღებით დააკვირდით. ცნობილია, რომ ახლა დონალდ ტრამპის გუნდი და ირანის ოფიციალური პირები განიხილავენ არა მშვიდობის შეთანხმებას, არა ომის დასრულების შეთანხმებას და მით უმეტეს არა ბირთვულ შეთანხმებას, არამედ მხოლოდ ერთგვერდიან დოკუმენტს. ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 14 პუნქტისგან შედგება. ამჟამინდელი სახით ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ომის შეწყვეტას რეგიონში და 30 დღიანი მოლაპარაკებების პერიოდის დაწყებას დეტალურ შეთანხმებაზე ყურადღება. ჰორმუზის სრუტის გახსნას, რომელიც ომამდე ისედაც ღია იყო. ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, შეზღუდვების გაუქმებაზე და აშშ-ის სანქციების მოხსნაზე. მაგრამ შეგახსენებთ, ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანზე სანქციების მოხსნით ბარაქ ჰუსეინ ობამამ დიდი შეცდომა დაუშვა და თვითონ ამას ნამდვილად არ გააკეთებდა. გავაქცევთ. ამ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ირანის შეზღუდვები ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე და აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ეტაპობრივად მოიხსნება,
ამ 30 დღიანი პერიოდის განმავლობაში. და როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, ამერიკულ ჯარს შეიძლება ბლოკადის აღდგენა ან სამხედრო მოქმედებების განახლება. აი რა განაცხადა დონალდ ტრამპმა დღეს, ციტატა. თუ ირანი დათანხმდება უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, რაც შესაძლოა დიდი ვარაუდია, მაშინ უკვე ლეგენდარული ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება და ეფექტური ბლოკადა საშუალებას მისცემს ხორმუზის სრუტე გაიხსნას ყველასთვის, მათ შორის ირანისთვის. თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბები. და სამწუხაროდ ისინი იქნება გაცილებით ძლიერი და ინტენსიური, ვიდრე ადრე. მაგრამ მეგობრებო, ნუ თუ ჩვენ არ გვსმენია მსგავსი განცხადებები დონალდ ტრამპისგან ამ ომის წინა პერიოდებში. და როგორ უნდა გავიგოთ დონალდ ტრამპის სიტყვები, როცა ის ამბობს. თუ ისინი დათანხმდებიან, მაშინ ლეგენდარული ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება. ბოლოს და ბოლოს, გუშინ აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 5 მაისს განაცხადა, რომ ლეგენდარული ოპერაცია ეპიკური რისხვა უკვე დასრულდა. აბა ბოდიში, ვის უნდა ვენდოთ? პრეზიდენტს თუ სახელმწიფო მდივანს? თუმცა პრეზიდენტმა წინადრეს თქვა, რომ ომი უკვე დასრულებულია. ეს იყო 1 მაისი. ეხლა კი შეგახსენებთ ძალიან საინტერესო ქრონოლოგიას. იმიტომ რომ დონალდ ტრამპის ამ განცხადებების ზღვაში ბევრი რამ იკარგება. 2026 წლის 21 მარტს დონალდ ტრამპი აცხადებს, ციტატა. თუ ირანი უარს იტყვის მუქარებზე და არ გახსნის არმოვის სრუტეს, სრულად ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მიაყენებს დარტყმას და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურებს, დაწყებული ყველაზე დიდით. ეს იყო 21 მარტს, მაგრამ შემდეგ გადის 48 საათი. და ტრამპი რას აკეთებს? რა თქმა უნდა, ბომბავს ირანს. არა. ტრამპი აცხადებს, რომ თითქოს ვიღაცამ სთხოვა, როგორც დღესაც ამბობს. პაკისტანთან თხოვა და სხვა ქვეყნებმა. მაშინაც ვიღაცამ სთხოვა. და ამიტომ ის რას აკეთებს? იგი თავის მკაცრ ვადას კიდევ 5 დღით ახაგრძლიებს. 23 მარტს დონალდ ტრამპი აცხადებს, ციტატა. დიდი სიამოვნებით ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენი სამხედრო მოქმედებების სრულ და ყოვლის მომცველ მოგვარებასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში. მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს 5 დღით გადაედო ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 5 დღის შემდეგ, ალბათ, ტრამპმა დაიწყო შეტევა. არა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისევ ძალიან ახლოსაა ირანთან შეთანხმებასთან და კიდევ 10 დღით გაახანგრძლივა თავისი ვადა. და ისევ დაემუქრა, რომ თუ ამჯერად ირანი არ დანებდება, მაშინ ნამდვილად დაბომბავს ამ ქვეყანას. ამ 10 დღის გასვლის შემდეგაც ტრამპი ისევ დაემუქრა ირანის დაბომბვას და ამტკიცებდა, რომ ირანი მალე დანებდება. საბოლოოდ ეს 10 დღეც დასრულდა, მერე კიდევ იყო რაღაცა 2 დღე და ბოლოს 7 აპრილს ტრამპმა ორკვირიანი, ხას უსვამ, ორკვირიანი ზავი დადო. და ამბობს, თუ ამ ორკვირაში შეთანხმება არ იქნება, მაშინ ნამდვილად დავბომბავ ირანს. გავიდა 2 კვირა და ტრამპი ისევ იმუქრება და ისევ ერთპიროვნულად ახანგრძლივებს ზავს. ბოლოს კი ამბობს, რომ მოусმინეთ, ზავი საერთოდ უადოა. კარგი, დაივიცრეთ ეს ზავი უკვე. 1 მაისს, ისე რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია ირანთან, ვერ გახსნა ხორმუზის სრუტე, საერთოდ ვერაფერს მიაღწია, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ დასრულებულია. ეხლა კითხვა. დონალდ ტრამპის რომელიმე მუქარა მაინც შესრულდა საბოლოოდ? არა. ამჯერად ირანი მოусმენს დონალდ ტრამპს და შეეშინდება მისი მუქარების. რა თქმა უნდა არა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დონალდ ტრამპი ყველას არწმუნებდა, რომ ის სამუდამოდ დაასრულებდა ირანის ბირთვულ პროგრამას. არა ისე, როგორც მისი წინამორბედები. მაგრამ ამჟამად მხარეები აქტიურად განიხილავენ ურანის გამდიდრების მორატორიუმის ხანგრძლივობას სულ მცირე 12 წლის განმავლობაში. ასე რომ კითხვა. რით განსხვავდება ეს გარიგება ბარაკ ჰუსეინ ობამას შეთანხმებისგან, რომელსაც დონალდ ტრამპი ასე ხმამაღლა აკრიტიკებს? სამაგიეროდ ურთიერთგაგების მემორანდუმში ირანი ვალდებულებას იღებს, რომ არასოდეს ისწრაფოს ბირთვული იარაღის ფლობისკენ და არა წარმოოს საქმიანობა, რომელიც მის შექმნას უკავშირდება. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავ, ურთიერთგაგების მემორანდუმს არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მაგრამ ეს არის ის, რასაც აშშ სთავაზობს. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ უიღებს ვალდებულებას ეტაპობრივად მოხსნას ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,
და ეტაპობრივად გამბლოკოს მილიარდობით დოლარის ირანული სახსრები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გატინული. გაგახსენეთ, როგორ ხმამაღლა აკრიტიკებდა დონალდ ტრამპი ობამას ადმინისტრაციას, როცა მათ ირანისთვის რამდენიმე 100 მილიონი დოლარი გამბლოკეს. ის ამბობდა, რას აკეთებთ, როგორ შეიძლება ასე? ეხლა კი თავად მიდიან ამ ნაბიჯზე. და აი თავარი ინტრიგა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ დღეს პეკინში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი დათანხმდება მხოლოდ სამართლიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებას აშშ-თან მოლაპარაკებებში. ახლო აღმოსავლეთში ომის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ მოხვება ციტატა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცოთ ჩვენი კანონიერ უფლებები და ინტერესები მოლაპარაკებებზე. ჩვენ თანხდებით მხოლოდ სამართლიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებას. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ამავე დროს აბას არაქჩიმ არ გასცა პირდაპირი პასუხი ტრამპის წინადადებაზე. შეეჩერებინა აშშ-ს ოპერაცია გემების ჰორმუზის სრუტეში გაცილების შესახებ, რომელიც ადრე იყო წარმოდგენილი როგორც სტიმული მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად. გარდა ამისა, ირანს ჯერ კიდევ არ უპასუხია ტრამპის წინადადებაზე, რომელიც უკვე სავსეა დათმობებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. კარგი, ნახოთ რა მოხდება 48 საათში. არის რა თქმა უნდა ვარაუდი, რომ 48 საათის შემდეგ ტრამპი კიდევ 48 საათს მისცემს. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ან გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებით და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნახვამდის ყველას.